საგარეო უწყებადი ლისაბონის სამიტის ქართულ შედეგებს დიპლომატიის გამარჯვება და ქართული მხარის პასუხისმგებლობა დაფასებს. ნინო კალანდაძის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ნატოს სამიტის მთავარ თემებს შორის საქართველოს საკითხი არ მოიაზრებოდა, თუმცა საბოლოო კომუნიკეში საქართველო 3 პუნქტით შევიდა. მისივე თქმით, ეს იმის ნიშანია, რომ ალიანსი საქართველოს კვლავ მოიაზრებს პარტნიორ ქვეყნად და მასთან მუშაობის ვალდებულებასაც იღებს. კალანდაძის განცხადებით, საქართველო დემოკრატიის განვითარებისათვის მუშაობას განაგრძობს ამ ხაზის გაგრძელებად და საერთაშორისო სამართლის ახალი ისტორიის დეტალად მიიჩნევს საქართველო პრეზიდენტის ხვალინდელ გამოსვლას ევროპარლამენტში. მიხეილ სააკაშვილი ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე უმაღლესი ტრიბუნიდან ისაუბრებს, ამავე დროს ის წევრ ქვეყნებს საკუთარ ხედვასაც გააცნობს. საქართველოს რამდენჯერ მეხსენება სწორედ კომუნიკეში და არა მხოლოდ კომუნიკეში, არამედ თქვენ იცით, რომ ნატოს სამიტის ფარგლებში ასევე დაიწერა და შეთანხმდა ახალი კონცეფცია ნატოსი, რომელიც გრძელვადიანი კონცეფციაა და რომელიც ასევე კიდევ დამატებით ახსენებს საქართველოს ფაქტორს რამოდენიმე კონტექსტში. ეს ჩვენთვის ნიშნავს იმას, რომ ჩვენ შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ იმაში, რომ ჩვენ სწორ გზაზე გავართ ალიანსში გაწევრიანების გზაზე ერთის მხრივ და მეორეს მხრივ ის, რომ ალიანსი კვლავ იღებს ვალდებულებას საკუთარ თავზე იყოს და თავი წარმოაჩინოს როგორც საქართველოს პარტნიორი. 23 ნოემბერს დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტის სიტყვით მიმართვა ევროპის პარლამენტისათვის უმაღლესი ტრიბუნის გამოყენებით საქართველოს პრეზიდენტს შესაძლებლობა ექნება ისაუბროს ყველა ჩვენთვის ტკივნეულ თუ აქტუალურ საკითხზე, ამავდროულად გააცნოს ევროპარლამენტარებს საქართველოს გრძელვადიანი ხედვა, საქართველოს პერსპექტივები, მისი ვალდებულებების თაობაზე ისაუბროს საერთაშორისო არენაზე.